Vitri am pasus am შეკითხვას პასუხს გავცემდე, მინდა გითხრათ, რომ აი მე როგორც ყოველი იმ თაობის ხალხი, რომლებიც იზრდებოდა აი იმ პერიოდში, მეც უხდობის პერიოდში გავიზარდე და ძნელად ვფიქრობდი და არც მიფიქრია თითქმის ქრისტიანულ ცხოვრებაზე, მაგრამ დადგა ჩემ ცხოვრებაში პერიოდი განსაკუთრებით აი რამოდენიმე წლის წინ, როცა აი შემაწუხა ცხოვრებმა და ხვდებოდი, რომ მე არასწორი გზით მივდიოდი. ამას დაემთხვა ისიც, რომ როდესაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა და მე მაშინ გამომძახებული ვიყავი და წავსულიყავი საომრად და ამან იმოქმედა ძალიან, რომ არ მინდოდა ვიცოდი, რომ აი ან სიკვდილი მელოდა ან ცხოვრება. და არ მინდოდა, რომ აი ცოდვების მოუნალიებლად წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. და სწორედ ამან ძალიან იმოქმედა, მივიყვანა ჩემ მოძღვართან, რომელმაც აი მისი ღვთის დახმარებით, რა თქმა უნდა და ღვთის წყალობით მე მოვხდი აი ამ გზაზე. სათქმელად სასულიერო განათლება. სპეციალური სასულიერო განათლება მე არ მიმიღია. მე ვარ ბერი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არსებობს თეთრი სამღვდელოება, ვინც აი განათლებით მიდიან, ამთავრებენ და შემდეგ ღებულობენ სასულიერო განათლებას და არიან კიდე ბერმონაზვნები, რომლებიც მონასტერში გადიან განათლებას. ჩვენ დიდი წინაპრები, ჩვენი დიდი სასულიერო პირები განათლებას ღებულობდნენ სწორედ მონასტრებში. და ასევე მეც, როცა დავადგე ამ გზას, მორჩილებას გავდიოდი იმჟამად ბათუმში შემოქმედის ეპარქიაში მორჩილად. იმის შემდეგ ავკვეცენ ბერად, შემდეგ სასულიერო პირის გავხდი იქ. სად მოღვაწეობდით ქარელში ჩამოსვლით? ქარელში ჩამოსვლამდე სასულიერო მოღვაწეობა თავიდან დავიწყე შემოქმედის ეპარქიაში. ბათუმში დაარსდა ჩვენი მეუფის იობის ლოცვა კურთხევით იობ მრავალნებულის მამათა მონასტერი და იმ მონასტრის წინამძღვარი ვიყავი. იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ გადმოვედით ურბინისა და რუისის ეპარქიაში, მე აქ დავინიშნე ხაშურში იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მღვდელმსახურად. ხოლო ამა წლის 10 მაისიდან მე გადმოყვანილი ვარ ქარელის ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვრად. ქარელის შესახებ რას გქონდა? ძალიან დიდი სიხარული და სიტყვეთი მივიღენ აი აქაურმა მრევლმა. მე მეტიც მინდა გითხრათ, რომ აი ამ სიყვარული და ეს სიტყვა ძალიან ბევრს მავალებს მე როგორც მოძღვარს. და მე მინდა ვთქო ღმერთს, რომ მომცეს ძალა, რომ აი ეს სიყვარული საფასურად, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო ქარელისათვის და ქარელი მრევლისათვის. რას უსურვებთ? დღევანდელ ცხოვრებაში ნაკლებად თუ ვინმე ზრუნავს სულზე. ჩვენ ადამიანებს გვავიწყდება ხოლმე, რომ ამ ქვეყანაზე სტუმრათა ვართ და გაივლის დრო და ჩვენ უნდა გადავსახლდეთ აი ამ ცხოვრებაში. ქართველებს გვაქვს ესეთი გამოთქმა, გარდაიცვალა. კი არ მოვხდა, გარდაიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებიდან ჩვენ გადავდივართ მომავალ ცხოვრებაში, სადაც არის მართლთათვის ნეტარება, ხოლო ვინც არასწორად ცხოვრობდა, იმათათვის კიდე სამუდამო ტანჯვა. მე მინდა უსურო ქარელის მრევლს, რომ მიარონ ეკლესიაში, სადაც ხდება სულის გაწმენდა, რომ დაიმკვიდრონ სათავსასუფეველი, სადაც ჩვენი დიდი წინაპრები დამკვიდრებული არიან. ღმერთმა დაალოცოს, ღმერთმა გააძლიეროს და ღმერთმა მიცეს ძალა, რომ რაც შეიძლება ხშირად იარონ ტაძარში. ღმერთმა დაალოცოს და ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქარელის მრევლი და სულიად საქართველოს მრევლი.